პირველში მოგესალმებით, ჩემო ძვირფას უსტუმრებო, ბატონი ირაკლი, დიდი მადლობა, რომ გულშემატკივრობთ ესე ძლიერად. კახასგან ბოლონელი არ არის, რა თქმა უნდა, ვალდებული ცალო გულშემატკივრი იყო, შალვა აგიმანჟოს. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რამოდენიმე მომენტს მინდა ხაზი გავუშვათ თქვენის ნებართვით, რა 2025 წელს იმედგაცრუება არ მქონია, მაგრამ გულდაწყვეტილი ვიყავი რაღაც მომენტებზე და მინდა გაგიზიაროთ რა. ყველა ერთი მომენტი გულდაწყვეტის იყო თბილისის დინამო რომ ახალგაზრდულმა გუნდმა მინსკის დინამოსთან რომ წააგო მეორე თამაში და ჭკუაზე რო ყავ ისე მეწყინა, იმიტომ რომ პირველი თამაში მოგებული ჰქონდა და ეს ახალგაზრდა ბავშვები გადიოდნენ ლიგაზე. მეორე თამაში წააგეს და მე რომ ნერვიულობდი, ჩემთან უთხარი შენ რა გააკეთე, რომ ამათმა წააგეს. აღმოჩნდა რომ ვიზარმაცე, თამაშზე არ მივედი და გაზეთში წავიკითხე თუ უბრალოდ მოვისმინე რომ წააგეს. თემა რა არის რომ ჩვენი მხარდაჭერა რომელსაც ეძახიან მე-12 მოთამაშეს, ეს გაცილებით დიდი ვალდებულება ყოფილა ვიდრე მე მეგონა. გულშემატკივარი რომელსაც მთელი მსოფლიო ეძახის რომ ეს მე-12 მოთამაშეა, აი ხშირად დაგინახიათ ხო, მესი, რონალდო ხალხს უძახის, ხარი დაგვიჭირეთ, ძალა არ ყოფნის, მოგვეხმარეთ რომ შეუტიოთ. ეს მომენტები ჩვენ 2020 წელს ჰქონდა დიდად, არმია ჩავიდა საგულშემატკივრო მთელ მსოფლიოს მოვედეთ და პირველი ადგილი ავიღეთ ამ გულშემატკივრობაში, რაც წარმოუდგენლად დიდი мотиваცია იყო ფეხბურთელებისთვის. 24 წელს ყველაზე დამწუდა გულიო თურქეთის შეგვეძლო მოგეგო, შეგვეძლო დედასპიცა ვარ და რაღაც ჯიგარი არ გავიდა ბოლომდე. შევძლებთ კიდე. დედასპიცა ვარ თუ არ მოუგოთ რაღაცა მომენტი. მაგრამ ეს იმედგაცრუება არ არის, ეს არის გულდაწყვეტი. იმიტომ არ იმედიანად რომ ჩვენ ქართული სოფლიოს დავანახეთ რომ ქართველები თამაშობენ ფეხბურთს. იყო ეპიზოდები, როდესაც ჩვენი კაპიტანი კახა თამაშობდა და ლოცულობდით ერთი ფეხბურთელი და სულ მილანის საბალეშიგოდ გადავედით და მერე კობიაშვილმა 3 ბურთი რო შეაგდო, ჰეტრიკი რო გააკეთა, საერთოდ გავგიჟდით. ეპიზოდური იყო, მაგრამ ეხლა ისეთი თაობა არსებობს. სოციეტის თამაშობდა გიორგი და გულშემატკივრობდით, მაგრამ ერთეულები იყო ის და რატო ვახსენე თავიდან სიტყვა გამიგზელდა, მაგრამ კაი ამას ვიტყვი. ესე რატო ვახსენე თავიდან ბავშვების ლიგაში მოხვედრა? იმიტომ რომ გინდა კახა, გინდა გიორგი, გინდა ეს ახალგაზრდები მიდიოდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან და ჩივაძეს და იმათ რო ქონოდათ ის ლიგაში მოხვედრის პატარა ჩვენი მიზანი რა არის? აი ეს ბავშვები უნდა გაიზარდონ იმ მენტალიტეტით, ლიგაში უნდა თამაშობდნენ ბავშვები. ახალგაზრდები რომ ერთი ნაბიჯით შევიდნენ, იმიტომ რომ თუ გადახედავთ ახლა ნაკრებებს, სულ 17-18 წლის ბავშვები თამაშობენ ლიგაზეც და ჩემპიონატებზეც. მაგრამ მოხდა რა, ჩვენ თამაშობთ 90 წლიდან თავისუფალ საქართველოს ჩემპიონატზე და პირველი თამაში იყო კოლხეთი და იბერია ერქომაში თბილისს 1-0 მოგო კოლხეთმა თბილისის დინამოს. და წლებს თუ მივაგზავნოთ ყურადღებას, ცოტა დიდი გამოგვივა. სულ ნათამაშე სერიოზული საქართველოს ჩემპიონატი სულ 4 სეზონი მაქვს ნათამაში 5 წლებს თავი დაანებეთ, წლები ხო სხვა თემაა, წლები უნდა დავთვალოთ, თორე ფეხბურთელებმა კი არა. ამიტომ სეზონი სულ გაქვს მცირე სეზონი და ეხლა ხო ვატყობ რომ რახან წეგან ირაკლი თქვა რომ სტადიონები უნდა ავაშენოთ. წარმოუდგენელი თემაა. ესე ჩვენი მინუსი არის რომ სტადიონზე რომ მიდის ადამიანი უნდა იყოს კომფორტში, ეს კომფორტი და შეუქმნათ. არაჩვეულებრივი თემა არის ეს სტადიონების აშენება, წარმოუდგენელი. მეორე მომენტია რომ ჩვენ რას ვაძლევთ ფეხბურთელებს სიტუაციას და მე რატო ვითხოვთ? ჩვენ სტადიონებზე არ დავდივარ და ვითხოვთ ლიგაში მოხვედრაზე. როგორ მოხდება? ტაშის დაკვრის გარეშე და წეგან ვახსენე როლანდო იძახის ტაში დამიკარდა ჩვენ ტელევიზორში ვხედავთ და ისე გული მწყდება იმ ახალგაზრდები ლიგაზე რო ახვდნენ ბატონო გავაქვს, ყველას გული დაგწვა, რა თქმა უნდა, მაგრამ ხო გეუბნებით 26-ო ხო ითქვა და დროებითი, როგორც თქვენს წეგან გამოსვლელი 26 წელი რატომ მგონია ძალიან მაგრად უნდა დავცხოთ და ისე დავამთავრებ რა, ვიყოთ რა მე
მე-12 მოთამაშეები და ყველას ჩვენ ვიყოთ მე-12 მოთამაშე. ესე ჩვენი მოძებნება იყო და დიდი მადლობა ბატონო თემურ ამ ემოციური მადლობა. სიტყვისთვის.